ვანდალიზმის ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სკვერში, რამაც მოზარდის დაზიანება გამოიწვია. მოგვითხრათ, რამდენად ხშირია ხოლმე სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები და რა არის მერის პოზიცია? ვანდალიზმი კი, ვანდალიზმი სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ესე იგი, დღე არ გავა, რომ არ მოხდეს ამ ტიპის ფაქტები, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდია და ამაში მე ვფიქრობ, ყველა ჩართულობაა აუცილებელი, რომ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ აუხსნათ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენად ცუდია ეს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ხდება მოზარდების მხრიდან მიზანმიმართული კონკრეტული ინფრასტრუქტურის დაზიანება. მე არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მავნებლობა. ეს არის დანაშაული და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ფაქტები. ჩვენ გვაქვს უამრავი ვიდეო მასალა და ჩემი თხოვნა იქნება, მინდა პრესამსახურს ვთხოვო, რომ აუცილებლად საზოგადოებას მიაწოდეთ ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობ ზოგადად და რაზეა საუბარი, რა ხდება ზოგადად პარკებში, სკვერებში, ახალ რეაბილიტირებულ სივრცეებში. ეს კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება და აქ ვფიქრობ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, აქ არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს ეხება ყველას, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მონაწილეობა უნდა მივიღოთ თუნდაც შემეცნებით პროცესებში. არის კონკრეტული ფაქტები, როდესაც მოზარდები აზიანებენ ინფრასტრუქტურას და არიან იქ ზრდასრული ადამიანები და არაფერს არ ეუბნებიან. რა ვიცი, მითითებების მიცემა თუნდაც რომ ეს ცუდია, არ შეიძლება, მგონი ამას არაფერი არ უდგას წინ, იმიტომ რომ ეს რაც იქნება და რაც კეთდება, ყველასია, საერთო მოხმარების არის და ყველამ უნდა გაუფრთხილდეთ ამას. ეს არის თქვენი პასუხი ამ მოზარდისთვის, რომელიც საავადმყოფოში წევს მძიმე დაზიანებებით, რომ მოზარდებმა დააზიანეს. თქვენი პასუხისმგებლობა აქ სად იკითხება, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, მაგალითად დათო ნეჟღეთის შემთხვევა შეგვიძლია პირველ რიგში გავიხსენოთ, სადაც ადგილი არ ქონია არანაირ ვანდალიზმს. ამ დროს ვისი პასუხისმგებლობა იკითხება და კონკრეტულ შემთხვევებზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გამოძიება. ეხლა იმ კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, მე ხა მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. მე დაახლოებით ვიცი თუ რა მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება და კონკრეტულ ფაქტზე საუბარი ვფიქრობ არასწორი იქნება. კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის დამოკიდებულება, რაც კონკრეტულად ხდება და გაჩვენებთ ვიდეო კადრებს. გაჩვენებთ ერთი წუთი. თქვენ ამბობთ, რომ მოზარდებმა დააზიანეს. რატომ არ იმას მე და თქვენ რომ მივიდეთ. არა, რომ შიშველი ხელით 14 წლის მოზარდმა ვერ დააზიანოს რკინის საქანელო და კონსტრუქცია, რომ შემდეგ ვიღაცას მე და თქვენ რომ მივიდეთ, ვერ დავაზიანებთ იმას. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, კი თქვენ შეიძლება ხა რაღაც სხვა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ, დაკავებული ხართ მტრული საქმიანობით, ქვეყნის წინააღმდეგ, მტრული საქმიანობით, ქალაქის წინააღმდეგ, კონკრეტულად გამოიხატება ეს თქვენს კონკრეტულ ყოველდღიურ ქმედებაში, მაგრამ ეს არის ის თემა, სადაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია საზოგადოება გაერთიანდეს, იმიტომ ეხება ყველას. კატეგორიულად მიუღებელია და აკონტროლებდნენ იმ სიტუაციას, რომელიც ამ სკოლაში იყო. 14 წლის ბავშვებმა ისე როგორ მოანჩქრიეს, შეიძლება ითქვას ეს კამი, ისე რომ ერთი შენჯგავით შეიძლება იყოს დაზარალდეს მერე მეორე ბავშვის სიცოცხლე. არ არის ერთი შეხებით დაზარალება აქ არ არის. იმიტომ ჩემი თხოვნა იქნება შეეშვით მანიპულაციებს, სიცრუის გავრცელებას, იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი და ასეთი ფაქტები სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხდება. თქვენ მიიღებთ ვიდეო კადრებს. დღეში იცი რამდენი ხდება ამ ტიპის ფაქტები. ძალიან ბევრი ხდება. ამ დროს შეიძლება რა თქმა უნდა გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვანდალიზმის ფაქტები ხდება და ამასთან დაკავშირებით მოგაწვით ინფორმაციას, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, არც ერთ თქვენ ტელევიზიაში საზოგადოება ვერ იხილავს ამ ფაქტს. ხედველობაში მყავს თქვენ TV პირველი და ეზერა TV მყავს ხედველობაში. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ მიაღწევთ ამაზე ინფორმაცია.
ირაკლი ის ხელიკაცია სპეციალურად დაგეგმეთ იქ სადაც ნახეთ იქ სადაც დაზიანებული თავისი მატერიალზე არის შეიძლება წლების წინ იყოს ჩატარებული სამუშაო თქვენ თუ გადახედავთ 2017 წლიდან მოყოლებული რამდენი სკოლა გაკეთდა ეს იყო ის მიმართულება რომელსაც წლების განმავლობაში არავინ ყურადღებას არ ასწევდა თქვენი ხელისუფლების პირობებში პირიქით რეკრეაციული არეალები იყიდებოდა, პარკები იყიდებოდა, სპორტული მოედნები იყიდებოდა. ჩვენ ვართ ის ხელისუფლების მთავრობა, ვინც მუნიციპალიტეტის დედაქალაქს დაუბრუნდა სხვადასხვა სახის პროექტები. შეიძლება იყოს პარკები, შეიძლება იყოს სკვერები და სპორტული სექციები. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს განაცხადება გააგრძელოს ხარისხად. მაგაზებს საუბრობ, როდესაც ხდება მიზანობა ზიანება. შეიძლება არის დაზიანება, რაღაც დაზიანება, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოხდება რეაგირება. როდესაც შენი ქმედა, აი ხა მე რომ მიკროფონი გამოგაქვს, და წაგეთქო, თავი ჩაკეთე. და როგეთქო, მე არა ვარ, დამნაშავე. იმიტომ რომ თქვენ მიკროფონი მყარად არ გეჭირათ ხელში. აი იგივე შედარებას აკეთებთ ახლა. შესაბამისად. არა, ყველაფერი ჩემი ბრალი. ეს გინდა თქვენ. ეს გინდა თქვენ, ყველაფერი ჩემი ბრალი. მისი ბრალი მოხდა გამარჯვება, მისი ბრალი. ვიკავები. კატეგორიული ვანდალიზმი და რამდენიმე აღადგინებია. ლაჩხუთის ბანზე არ არის, ლაჩ ქალაქში არის კონტროლის კაფიც, კონექტი. როდესაც სხვას აზიანებ, საგამოძიების თემა ვერ კაცინებს გასაფასოს. უხარდება. პირველი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში. თუ ეხა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას არჩევთ, ხო? არსებობს აგენტები, რომლებიც არიან კონკრეტული გარე ძალების წარმომადგენლები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები და ყოველთვის მიდიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იმისთვის, რომ საზოგადოება მიცოდეს ვინ არის. რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტებს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმიტომ არის, რომ დღემდე არავის პასუხი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, აი ეს ცრუ კამპანია რაც იყო გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით. არავის პასუხი არ უთქვია და არ დაუბრუნებია, არგუმენტი არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს. არ არსებობს. შესაბამისად, აგერ ხედავთ, ხო, ამერიკაში კიდევ უფრო ამკაცრებენ. ყველა ქვეყანა გამოდის თავის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენც რა თქმა უნდა ვიმოქმედოთ და უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც პირველ რიგში დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ქართულ ხალხს. კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღეს, რაც ნიშნავს ეს არ იცვლება შინაარსი, უკვე მეორე რეზოლუცია დაახლოებით. როგორ ფიქრობთ, აი რას ემსახურება ეს ყოველივე და რამდენად აქვს ხალხში ძალა ამ რეზოლუციას, რამდენად მითვალისწინებს ხალხი? აი ხა ბევრჯერ გვინახავს ჩვენ ამ ტიპის რეზოლუციები, რომელსაც ნამდვილად არანაირი ფასი არ აქვს. დაცლილია სამართლიანობისგან, სიმართლისგან, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, მუქარაზე დაფუძნებული განცხადებები და ამის მიზანი ხო ვიცით ჩვენ რა არის, რომ ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ, რომ როგორმე ქვეყანაში მოახდინონ არეულობა, მოახდინონ რევოლუცია და მოიყვანონ თავიანთი ქვეშევრდომები, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ დავალებებს თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ გადასაგდიან ნაბიჯებს განხორციელებენ ყოველგვარი კითხვების გარშემო. ზოგადად შეურაცხყოფა კატეგორიულად შეურაცხყოფა იყოს შეურაცხყოფა გეოგრაფიის განმავლობაში ძალიან
ძალიან ძიმეა, ძალიან ცუდია ეს და შევხედე მე გარეგული ადამიანს რა თქმა უნდა აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც არ განსხვავებული უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების ფაქტორი არ შეუძლია. დაძაბება დაპირისპირება ოპოზიციაში მართლაც რეგრაცია უნდა იქნებინა საზოგადოების შეფასება, თუმცა აღმოჩნდა რომ თვითონაც წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთს. ანუ ხო ხედავთ ახლა რა პროცესები მიდის, ხო ყოველდღე ჩვეულებრივი ისა და რეალიტი შოუა ჩვეულებრივი განცხადებები, თავდასხმები, ურაცხყოფები, ეს თავიდანვე ცხადი იყო და ნათელი იყო, რომ ვერანაირი ერთობა ვერ შეგვიძლია მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი პატრონი ძალიან მოინდომეს, რაღაცა პლატფორმის შექმნა, თუმცა იკვეთებოდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა ერთობა ამაზე. ანუ ახლა ჯამთვარის კომერობასთან დაკავშირებით შეიძლება გითხრათ ამ აფხოის არ მოხდება შედეგები შეიძლება იყოს სალავაროც და ელენო ხოსერია ჩაჯდეს ეთში. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით როგორია? იმ ყოველთვის ფონზე როდესაც ინტენსიური სამსახური შეიძლება იყოს უფრო პასუხისმგებლობას ნუ ამასთან დაკავშირებით გავაკეთე რამდენიმე დღის წინ განცხადება ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, თუნდა ელენო ხოსერიას ჯანმრთელობა უსურვო და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ინტენსიური სამსახური ყველაფერს გააკეთებს. თუ ამის აუცილებლობა აქვს, შესაბამისი ექიმი იქნება, თუ სხვა უშუალო მომსახურებებთან ყველაფერს გააკეთებს, რომ არა მხოლოდ ელენე ხოსერიას, ზოგადად ყველა პატიმარი იყო ჩახშული. თქვენ არ გძნობთ უხერხულობას, თქვენს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ის ციხეში ამ დრომდე და მის მდგომარეობა განთავობის სულთან მძიმდება. თქვენ არ გძნობთ თავს უხერხულად და არ გძნობთ პასუხისმგებლობას. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. თქვენი პასუხი მისცემთ, ბატონო, პასუხისმგებლობას გძნობთ თუ არა? გძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას? იმის დანაშაულზე მე პასუხისმგებლობას როგორ უნდა თქვენს ბანერზე გაკეთებული ერთი წარწერის გამო ადამიანის საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელი შეშლა მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განცხადება გაკეთდა. იცით რა არის პრობლემა? თქვენ გინდათ არ არის ერთი წარწერა არ არის აქ და თუ გაიაზრებთ ამას ერთმანეთ გამოგადგებათ. ცოტას გაგანახშებთ, ახლა მომისმენთ რა. გამოგადგებათ ეს მერწმუნეთ იმ მდგომარეობაში ხარ, რომ აუცილებელია პატარა ანალიზი გაგიკეთოთ და ახლა ჩაგიტარებთ ამას და გეტყვით და დაიმასურეთ საზეპიროდ გაძლევთ დღეს ამ ყველაფერს. როდესაც მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს მისი საარჩევნო კამპანია და ამაში ხელის შეშლა არის კატეგორიულად მიუღებელი და არავის არ აქვს უფლება კონკრეტულ პოლიტიკოს, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ხელი შეუშალოს საარჩევნო კამპანიის დროს. აი მე შემიძლია ოფისები რომ დაარბიეს, მე შემიძლია გითხრათ და გაგახსენოთ ის რაც ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე. ძალადობრივი ჯგუფები როგორ მიუვარდებოდნენ საარჩევნო შტაბს, ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი მხრიდან, რომ დამშვიდით, მეგობრებო, ნუ გადადგავთ ამ ტიპის ნაბიჯებს, იმიტომ რომ კანონი ითვალისწინებს შესაბამის ქმედებებს და რა თქმა უნდა მოგვიწევდა ამის გაკეთება, მაგრამ ისინი ცდილობდნენ, რომ შეექმნათ როგორ გითხრათ, ისეთი გმირები, რომლებიც არ არსებობენ რეალურად, ხო და ამ ტიპის ქმედებებით, როდესაც ჩადიხარ დანაშაულს, გმირი ვერ გახდები. იგივე, როდესაც პოლიციელს ესვრი მოლოტოვის კოქტეილის, ვერ გახდები გმირი, როდესაც ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა გაქვს და აი ამ ყველაფრით ხართ დაკავებული და ცდილობთ, რომ შექმნათ ამ ტიპის გმირები, რომლებიც არ არსებობენ და იმითოა სულ წაგებულები რო ხართ, იმითოა იმ მდგომარეობაში რო ხართ, რა მდგომარეობაში დღეს იმყოფებით და მე მგონია რომ ამის ახსნა საჭიროა თქვენთვის ყოველდღიურად, რომ გაითავისოთ, გაიგოთ ეს ყველაფერი და ისევ თქვენ გამოგადგებათ ეს საარჩევნო კამპანია არ დაუზიანებიათ თუ ასე ამბობთ, მაშინ ოპოზიციური პარტიების ოფისები რომ დაარბიეს, რატომ არ დაიკეს და არც ერთი პასუხის არც რომელი, აბა მითხარით, რომელი კონკრეტულ ფაქტზე საუბრობთ? ფაქტი იყო რამდენიმე წლის წინ საარჩევნების პერიოდში მოკლედ დაარბიეს მათი ერთ-ერთი ოფისი. სად რომელზე მეუბნებით კონკრეტულად? ახეთის გზატკეცილზე რამდენიმე წლის წინ იყო განვითარებული მსგავსი მოვლენა. ნახეთ, კონკრეტული პირები, რომლებმაც ხელი შეუშალეს საარჩევნო კამპანიის დროს ყველაფერს მოყვა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ყველაფერს მოყვა რეაგირება. იქაც კი თბილისის საარჩევნო შტაბთან, როდესაც იყო
მოვარდნები, შეურაცხყოფები მზალადობრივი ჯგუფების, რომელსაც შემდეგ მოყვა, შეხლა შემოხლა, ყველა ადამიანი, ვისაც მიუძღვიდა კონკრეტული დანაშაული, მოყვა რეაგირება. არც ერთი არ დარჩენილა რეაგირების ბატონო, გარეშე. კახასკვერების საკითხს უნდა მივუბრუნდე თუ შეიძლება. 2020 წელს აპრილში ზუსტად იგივე საქანელა ვაკეში ერთ-ერთ სკოლაში დაეცა 6 წლის ბავშვი და 5 მოწეხილება ჰქონდა. აი მარტში 2021 წელს ზრდასრულ ადამიანს დაეცა იგივე საქანელა. 2 თუ 3 დღის წინ ჰქონდა ეს ფაქტი. თქვენ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იხსნის ამჯერადაც ამბობთ რომ ვანდალიზმია პრობლემა. კი, ვანდალიზმი არის სერიოზული პრობლემა. გამგეობის პასუხისმგებლობა ეს არის რომ ამონიტორინგოს და ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან რომ ეს საქანელა არ არის. ეს არის დასასვენებელი სკამი, სადაც ადამიანები სხედან და ისვენებენ. საქანელა არის სხვა რამე. საქანელა რომელიც განკუთვნილია 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის, იქ მოზარდი, როდესაც გაჩვენებთ უბრალოდ ამის კადრებს, თქვენ დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მიხვდებით და არაჩვენებთ საზოგადოებას, მაგრამ მადლობა ღმერთს არსებობს სხვა ტელევიზიები, არსებობს სხვა მედია შესაძლებლობებია, დღეს მედია საშუალებებია, სოციალური სივრცეა, სოციალური პლატფორმებია, სადაც შეგვიძლია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და თავად გააკეთებს საზოგადოება დასკვნას, რაზე გვაქვს საუბარი. თქვენ იხსნით ისევ პასუხისმგებლობას. ბატონო? ყველაფერი მოზარდების ბრალია. თქვენ იხსნით ისევ ვანდალიზმი რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია. მერია რატომ არ აკონტროლებს? არ ვიცი მე რამდენი გაკითხებით, მაგრამ უბრალოდ პასუხი ვერ მივიღე. აი ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ მიგონი 3 წელი გავიდა უკვე. ოპოზიცია საკრებულოში გთხოვდათ რომ საჯარო სივრცეების, მათ შორის სკვერების აუდიტი და უსაფრთხოების მონიტორინგი გეწარმოებინა. ყოველთვის მიმდინარეობს სივრცეების. არა, როგორ გეკადრებთ? ნახეთ. ხარვეზი რატომ არის და ბავშვები მითხარით რა ხარვეზი სკვერებში ბავშვები მშვიდად ვერ გადიან. არა. ამდენი მაგალითი თქვენთვის აი არის თქვენ რომ აი საკმარისი. რატო ხართ იცი მავნებლები თქვენ? აი ახლა აგიხსნით, იმიტომ ხართ მავნებლები, რომ ყველაფერი უბედურებას რაც ქვეყანაში ხდება. კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახალისებ. კრილებში ბავშვები არ ვარდებიან და სკვერებში რამე არ ეცემა. კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახალისებ. გავიხსენოთ, როდესაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობები ხორციელდებოდა და სახელმწიფოს ჰქონდა ადეკვატური ქმედებები, როგორ ეწინააღმდეგებოდით და როგორ ახალისებდით ამ ყველაფერს. ვანდალიზმს პირდაპირ ახალისებთ. ქვეყნის პოლარიზაციას პირდაპირ ახალისებთ. ამიტომ ხართ მავნებლები და ამიტომ ხართ იმ მდგომარეობაში. ნახეთ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ გააკეთოთ სწორი შეფასებები. სწორი შეფასებები უნდა გააკეთოთ და კონკრეტულ ამ ტიპის ფაქტებს დავარქვათ თავისი სახით. როდესაც არის ვანდალიზმი, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენ. დაიმახსოვრეთ ეს და გქონდეთ საზეთები. მადლობა.